აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 116 ოჯახი ბინის დაკანონებას ითხოვს. ამ მოლოდინში ჩაქვში დევნილთა დასახლებაში მცხოვრებთა საყოფაცხოვრებო პირობები უარესდება. მოსახლეობა საბჭოთა პერიოდის შენობაში წლების წინ შესახლდა, ბოლო რემონტი სახლებს 4 წლის წინ ჩაუტარდა. წყალი ჩამოვდის. ვედრო ეგერ, ტაშტი ეგერ, ყველაფერი ასეთნაირად ეგერ კალიდორში მთლიანად ჩამოდის წყალი, აქედან ქვედა სართულში ჩადის და ასე შემდეგ. აფხაზეთიდან დევნილ მედიშა ციკოლიას სახურავიდან ჩამოსულ წყალთან გამკლავება ყოველი წვიმის დროს უწევს. იგივე პრობლემები აწუხებთ მის მეზობლებსაც. ყველა ლოგინები, ყველა გაგვაქვს, იმიტომ რომ სილისტია შკაფებში რამე არ შეინახება გაძირებში. ყოფითი პრობლემა ჩაქვში წერეთლის 5 ნომერში მცხოვრები 116 ოჯახიდან უმრავლესობას აწუხებს. 5 წლის წინ გარემონტებული ბინების კედლებიდან ბათქაში უკვე ცვივა. მოუწესრიგებელია წყლისა და კანალიზაციის სისტემაც. კარებს თუ დაკეთე ხო? ერთი დღე სახლში თუ არ ხარ, მე სუნის დაშინელება დასწავლა. დევნილების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა მოუწესრიგებელი გზის 200 მეტრიან მონაკვეთზეც საუბრობენ. სადაც ჩვენ ცხოვრობთ, არ გვაქვს მოსასვლელი გზა, რომელსაც ვერ მოძრაობთ, ყველაფერი გეუბნებით, რომ ეკლესია აქედა, ხალხი ცხოვრობს, სასაფლაო აქედა და გზა არ გვაქვს. გვინდა გზა, გვინდა ბავშვებისთვის სათამაშო ადგილი და გვინდა ცოტა რომ მოწესრიგებული იყოს, სინათლე იყოს, აგე რომ ამოდიხარ ამ გზაზე, ნამდვილად ღამე არ შეიძლება აქეთ ამოსვლა. როდის დაიწყება პრობლემების მოგვარება? ამ კითხვით მოსახლეობა მათთან მისულ ტოლმილთა და განსახლების მინისტრს მიმართა. ახლა ზოგიერთი დევნილი ფანჯარა რო ჩაუტყდება, აი კოლექტიურ ცენტრებში რო ცხოვრობენ, შეიძლება 20 ჯერ მოვიდეს სამინისტროში, განცხადება დაწეროს, საათობით იცადოს და 10 ჯერ მეტი ფული დახარჯოს მის თვალმოსვლაში, ვიდრე ის რომ ფანჯარა ჩასვას და ეს მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს, რა ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ ყველანი. რა დღესაც დასაკუთრება მოხდება, იმ დღიდან დაიწყებს გამგეობა ამ პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვას. პრობლემებს შორის სახელდება ბინების დაკანონების საკითხი, რომელზეც სოზარ სუბარი დევნილებს პირადად ესაუბრა.